გამარჯობა. არის თუ არა კლიპი ცივი არაღი. მოგეხსენებათ, 1 თებერვლიდან ახალი რეგლამენტი შევიდა ძალაში. პირველად კანონი 2013 წელს შეიცვალა. მაშინაც რაღაც ნაკლონებები იყო და გამოსწორდა. მერე დროში კიდე გამოვლინდა რაღაც ახალვეზები და 2022 წელს კიდევ შეიცვალა კანონი, შევიდა შესწორებები და კიდევ უფრო გამოსწორდა კანონი და ეხლა 2026 წლის 1 თებერვალს ახალი რეგლამენტი შევიდა ძალაში. კიდევ რაღაცა დროში რო გამოჩნდება ხოლმე რაღაც ახალვეზები, კიდევ ჩასწორებები ხდება და მოკლედ მივიღეთ ესეთი სიტუაცია, რომ მაგალითად აი სუფრის დანა ცივი არაღი არის და 500 ლარი ჯარიმა არის და კონფისკაცია ხდება სახელმწიფო და აღარ გიბრუნებ. ეს ყველასათვის ცნობილი შვეიცარიული მრავალფუნქციური დანებიც ცივი არაღები რა გახდა. აი ესეთი გეცოდინებათ მრავალფუნქციურები, ხელსაწყოები, ხელოსნები რო იყენებენ, ესეც ცივი არაღი არის და ამაზეც 500 ლარი ჯარიმა და კონფისკაცია არის, მახათიც ცივი არაღი არის და კიდე სხვა მრავალი ინსტრუმენტი ცულით და ეხლა ხელოსანი ვარ მე თვითონაც სახელოსნო მაქვს დანებს ვლესავ, ბევრი ადამიანი მოდის ჩემთან და აინტერესებს რა ზოგი ეხლა საჭრისებს ლესავს, ზოგი ტყავის საჭრელ დანებს ლესავს და აინტერესებთ არის თუ არა ცივი არაღი როგორ გადავიტანოთ ასე შემდეგ და გეცოდინებათ რომ ექსპერტიზას მიშნავთ ხოლმე სხვა საშუალება არ აქვს რაიმე რო გავარკვიოთ რა და პატიოსანი ხალხი ვართ გვინდა რომ კანონთან უბრალოდ პრობლემა არ ქონდეს და კლიპსაც გვინდა რომ გავარკვიოთ კლიპსაც ვიყენებთ ხოლმე ხანდახან ეხლა მოქალაქეები რომ რაღაცა არის გასაკლები რა და ეს კონკრეტული კლიპი წინაზე მქონა წაღებული ეს იყო 2022 წელს აი ზუსტად აი რო დააკვირდეთ ეს კლიპი არის აი თეთრ ლაქებსაც რო დააკვირდეთ ეგ არის აი ეკაც აი სინათლეს ირეკლავს აი ეს ადგილი აი ეს კლიპი არის ზუსტად იგივენაირ მდგომარეობაში არის ზუსტად ანალოგიურ მდგომარეობაში არის აი ეს ხედავთ როგორ დასურათებული არის დიდად ესეც რო გავადიდოთ ზუსტად ოდნავი მარცვალი ჩარევა არ ყოფილა ამ კლიპზე რა და მაშინ რო დავნიშნეთ ექსპერტიზა მაშინ დაიდო ესეთი პასუხი წამით სკოჩებს ვაკრავ ხოლმე რომ სახელები არ მინდა გამოჩნდეს გამოსაკვლევი ობიექტი არსებული მონაცემების მიხედვით წარმოადგენს ტიპიური სტანდარტული ქარხნული წესით დამზადებულ სამეურნეო საყოფაცხოვრებო დანიშნულების ინსტრუმენტალურ საგანს კერძოდ მასიური ლითონისგან დამზადებულ ეგრეთ წოდებულ კლიპს რომელსაც არ გააჩნია გამოხატული მჩხვლეტავი ასევე მჭრელი ბასრის საგნებისათვის დამახასიათებელი თვისებები და კრიმინალისტური კლასიფიკაციის მიხედვით არ წარმოადგენს ცივი არაღს კეთილი მეგობრებო კიდევ ერთხელ გავიაროთ სურათები ზუსტად აი ლოგოც ჩანს აი თეთრი ლაქებიც ჩანს და აი აქ ანარეკლებს ხედავთ რომ მათ კლიპზე არის საუბარი ახლა დაბოლოებაც ვნახოთ არ ვიცი სურათზე რამდენად გამოჩნდება აი სიმრგვალე აი ესეც ეს ალბათ მეორე მხარე არის კი ბატონო აი მეორე მხარეც აი ზუსტად მაგ მდგომარეობაში არის კეთილი 1 თებერვლამდე ახლა არც ერთი ეს ნივთი არ იყო ცივი არაღი და ყველა ეს ნივთი ცივი არაღი გახდა თითოეულ მათგანზე დასკვნები გვაქვს შეგიძლიათ წინა ვიდეოებს გადახედოთ და ამასაც გავარკვევთ თვენახევარი ჭირდება ხოლმე პასუხს ჩემ შემთხვევაში თვენახევრიდან 2 თვემდე 30 სამუშაო დღე არის სტანდარტული მაგრამ მაქსიმალურად და ბოლომდე ჭირდება ხოლმე დრო რომ დასკვნა ავიღოთ და როცა ავიღებ დასკვნას ამაზეც გაგიზიარებთ დანარჩენი თქვენს თუ რაიმე გამოცდილება გექნება და ცოდნა გექნებათ დაწერეთ მადლობელი ვიქნები კიდევ ერთხელ ერთადერთი ინტერესი არის რომ კანონთან პრობლემა არ ქონდეს და პატიოსნად შეძლოთ რაღაცა ინსტრუმენტების გამოყენება მადლობა ყურადღებისთვის